დაგვიმესიჯოთ, აღარ გქონდათ 15 სამინუტზე მაგ საბუნებრივი ხოლმე 10 სამინუტი ჯეოსების საბუნებდება და გაესაუბროთ მიშკას ნებისმიერ თემაზე, რომელიც თქვენ გაინტერესებს, აგრეთვე მოითხოვეთ ის სიმღერები, რომელსაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აუცილებლად შეგვისრულებს პირდაპირ ეთერში მიშკა, ხო? სანამ აყურებელი შემოვა, მოდი დავიწყოთ ჩვენ თვითონ ვესაუბროთ და ახალი სიმღერით შევეგებოთ, თუ შეიძლება. ძალიან კარგი. და SMS-ები ხო არ წერდა? მოდი, რამდენიმე SMS დავიკითხავ და შემდეგ შევთავაზოთ მაყურებელს შენი ახალი სიმღერა. გამარჯობა, შესანიშნავ ტრიოს, როგორც იქნა, ჩამოვედი ცოტა ხნით თბილისიდან, თაკუს ძალიან მომენატრე და მიშკას მინდა ვუთხრა, მიშკა აგიხდა ოცნება, რაჯი იყო SMS-ის ავტორი. დიდი მადლობა, ჩემო კარგო, მეც ძალიან მომენატრე. პრიოდ ლევანი, როგორ ხარ? ხო ხარ, მაგრამ ძალიან მაგრად გამოიყურები მეგობრებთან ერთად გიყურებ და აბა შენიცი პაკა, ლალი, კასპიო და ესე იგი ლალის მოკითხვა, შემოგარგო თუ რამე შეკითხვა გაქვს ჩვენ სტუმართან, შეგიძლიათ დაგვიმესიჯო შესაბამის ნომრებს. ლევანი, არ გინდა SMS მეგობარი გავხდეთ და მიმესიჯე. კი ბატონო, აუცილებლად დაგიმესიჯებ შენ. გთხოვთ შეგვისრულოთ რამე ლაღიძის სიმღერა, ხო? დიახ. ეს სიმღერა კი ბატონო, შენ თუ მოითხოვ, ხო? აუცილებლად შეგვისრულებს მიშკა ამ სიმღერას. კომპოზიცია იქნება ის. კი, კომპოზიცია ურჩი. SMS-ების კითხვას და შემდეგი SMS-ი. ძალიან დიდი ხნის წინ ძალიან მინდოდა თქვენთვის ერთხელ მაინც მომესმინათ ცოცხლად ბატონო მიშიკო. ნაწილობრივ ამიხდო დღეს ეს ოცნება, ამისათვის დიდი მადლობა მიშკას. თითქოს დაჩხვიდეს გულინემსები ვიზე ოცნებობს მე დღეს ვინ გითხარ ცეცხლს დავაკითხე შენზე ლექსები რომლებიც ჩემთვის არ წამიკითხავ გულზე დამაწვა თითქოს ულობიდა ძეს გადეფარა როცა ღრუბლის გითარ
ვიგძენა მაოდ მოგელოდი და საოქროს ფერი გალუბნის ფდა გამიცივდი და გამიღინვარდი არ ვიცი ასე გულით ირის რამ სუბუქია სიტყვა მიყვარდი და რამ ძიმია სიტყვა მივიხარ გამიცივდი და გამიღინვარდი არ ვიცი ასე გულით ირის რამ სუბუქია სიტყვა მიყვარდი და რამ ძიმია სიტყვა მტკივი ხარ ახალი სიმღერა გიორგი მახარგულიძის ტექსტი ჩემს მეგობრებს ჩემს მაგაზინზე შესანიშნავ პროექტზე არჩეულების მიღება იყო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მაყურებელს შევახსენებ ქალაქის ტელეფონის ნომერს 91 დაგვირეკეთ და გაგვესაუბრეთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც გაინტერესებს რა თქმა უნდა მიშიკო კოშკაძის შემოქმედებიდან თუ ცხოვრებიდან და გამარჯობა. მივესალმებით მაყურებელს, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხარ ჩემო კარგო. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხარ? ძალიან კარგად. პირველ რიგში რა გვეცანი გითხარი შენი სახელი და შემდეგ გადავიდეთ რა გაინტერესებს. მარი ლიჩელი. ესე იგი, მარი. კი შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე გადასაუბროთ ჩვენს სტუდიაში. რა გაინტერესებს? ტელევიზორს მოშორდი ან ჩაუწიე ცოტა ჩემო კარგო. კი ახლა. მარი, ხარ დაგვეკარგე? არა. აბა გისმენთ მარი. ძალიან მომწონს პიროვნება, ასევე მისი შემოქმედება, უსმენ დიდი სიამოვნებით. რაღაც არ სახარს დაიწყო. როგორ? არის მის შენი ხმა მარი. ხო, ახლა? ეხლა ისმის. ხო, ძალიან მომწონს ეს პიროვნება, ძალიან მიყვარს. დიახ. დიდ პატივს უცე მათ მის შემოქმედებას. და რომელი სიმღერას აირჩევდი შენ რომ შეგვისრულოს მიშიკო პირდაპირ ეთერში? პროგრამის ეს საყვარელი სიმღერა. ნებისმიერ სიმღერას ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი. კაი ჩემო კარგო, კარგად იყავი, ხო? მიწუნა არ უნდა გავაკეთო? შეგიძლია მეუძღვნა მიშიკოს სიმღერა, ვისაც გინდა. ხო, თქვენ სიმღერას მიუძღვნით, ციცინო ხაბაძიშვილის, ანუ ჟორჟიკას. ციცინო აკროპირიძეს, ანუ რა ქვია, ზაქროს და სნეშკას, ასევე ანა კანძელაკს, ნათია კაპანაძეს და ხო ჩემი მამიდაშვილებს მერეთში მიუძღვნ, ასევე ტყვიავშიც ნიკას ჩემს ძმას, ალიკას მიუძღვნი, გორგიშეს, ჟანას, ნათიას და ვიღაცებს რა. თქვენც მოგიწყოთ დიდი სიყვარულით. ხო და ის რა ქვია, თუ შეიძლება რომ მეორედ სტუმრად მოიწვიოთ ლიკა შუბითიძე. კი, როგორ არ შეიძლება ამის საშუალება იქნება, თუ რა ჩვენ მას მოვიწვევთ სტუმრად, კარგად იყავით, ჩემო კარგო. ლიკასაც მიუძღვნათ ეს სიმღერა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ SMS-ების მეილს, ხო? მოდი რამდენიმე SMS წავიკითხოთ, შემდეგ ერთ კითხვას დაგისვამ და შემდეგ ისევ ვიმყაროთ. აი, დიდი სიყვარულით მოვიკითხავ მთელს მსოფლიოში ყველაზე მაგარ წამყვანს, ანუ შენ ლეო, ასევე დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ულამაზეს და უსაყვარლეს დარიკუნას გორის სულ სხვა თათია ჯგუშია. მართალია არ მიყურებს თათია, მაგრამ მაინც მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარულით რა თქმა უნდა. მიშა ძალიან გვიყვარხარ, ძალიან გთხოვ მარტია და მარტის თვია შენი შეასრულო. ლადო იყო SMS-ის ავტორი. გამარჯობათ, როგორ ხარ? ძალიან ვაფასებ მიშიკოს შემოქმედებას. ყველა სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით უფლება არ გაქვს და გთხოვ შეასრულოთ. ხო და კიდევ ლექსო თქვენი მოსწავლეა? კითხვა იყო დასმული. კი. ასე იგი, ძიკო მიყვარხარ შენი პატარა მიშიკო კოშკაძე. მიშიკო, მაინტერესებს შენი სიმღერები ძირითადად რატომ არის უფრო ნოსტალგიური და რატომ არის შესრულებული სამშობლოზე? იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. და ძალიან არ ვიცი, მეტი სიყვარული რითი გამოვხატო და ამით ხატავ. ხო მე შეიძლება რომ პოლიტიკოსი ვარ, რომ გამოვიდი და მიტინგები ვატარო, ხო? და ამით ხატავ ჩემს სიყვარულს, ამიტომაც ახლოა პოლიტიკასთანაც, ხალხთანაც და ამიტომ საერთოდ მოწმო ხალხიდან მოვიდოდა ისო ხალხში ჩარჩები. ასე რომ ანუ სიმღერების უმეტესი ნაწილი ეხება სამშობლოს სიყვარულს, ხო? სამშობლოს სიყვარულს ცხოვრობს. ესეც სიმღერებს კი საერთოდ რუსები ეძახიან შანსონს. გასაგებია.
წავიკითხოთ ერთი SMS-იც, რომელიც ამ დროისთვის მოვიდა, გთხოვთ დაუყარეთ რამე საქეიფოდ და თან იმღერეთო. ესე იგი აუცილებლად ჩემო კარგო, შემოდა მოითხოვო რა თქმა უნდა ნებისმიერი სიმღერა SMS-ის საშუალებით, რომელსაც ახლა მე მეხსოვდა. კი, რა თქმა უნდა, მიშკას სიმღერებიდან ნებისმიერი და აუცილებლად შეგვისრულებს იგი პირდაპირ ეთერში. აი ახლა ის სიმღერა რომელიც გოგონა გთხოვა. კი. აი ის სიმღერა იმ გოგონასაც მივსმათ და სულ ყველას მივსმათ რაღაც გიტარას და სულ ყველას. კარგი, ჩემო კარგო. მე უშენობის მწარესევდა გულში ვინახა შენთვის უცნობი ერთგულების ჩემი ბოლომდე რომ ამდენ ლამას ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ უფლება არ გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე გამინაწყენდნენ მე ფურცლები ლექსებ უხლები ხოლო ლექსებში დაფიქრებში როგორ გეძიო შენი თითები შენი თმებით შენი მუხლები უნდა სიცოცხლე სამოთხეში შემაძლებინო უჯგახლეჩი იღიმია როწეულები ეს მე რამდენად წელvis ბახში გამესვათენე და ვარსკვლავები შენს თვალებში მომწყდეულები გვანან პატარა მოციცინე ციცინა ათელებს გულმა ფიქრები შაურუღლებში ჩუმათაზია დაფრთხილად ვდომავ გადმოსადგმელ შენსკენ ნაბიჯებს დაწვიმს ქუჩაში ისე ნაზად ისე ფაქიდა რომ შეიძლება მონატრებით კაცი გაგიჟდეს ვინ გამოუშვა გარეთ წვიმა ასეთი ტველა ხომ შეიძლება გაცივდეს და ვეღარ უშველო და სტოლოსევდა სულ ბადარა პაწაცკიბერა მერე თავს ხმებმა ჩამეარონ გვერდი თუ შენოთ შეზე ოცნება შევინახავ როგორც დიდ მარხვას ხვარცის არტყელა ჩემს სიმართლეს დაემოწმობდე რომ ამდენ ლამას ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე რომ ამდენ ლამას ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე დიდი მადლობა. გავაგრძელებ SMS-ების კითხვას და შემდეგი SMS-ი. დაბადების დღეს ულოცავთ ნათია მაისურაძეს. გთხოვ ბატონო მიშიკო, შეგვისრულოთ ვერხვის ფოთოლი. ნათო. მიშიკო ქიტნისიდან გთხოვთ შეასრულოს სიმღერა ვერხვის ფოთოლთან შენი ნათესავები კოცნითო ესე იგი. ვერხვის ფოთოლთან არ ჩემი აუ რა მაგარია. დიდი მადლობა მუსიკოლა, ესე იგი შენი სიმღერა მოეწონა ძალიან და მაგარია. მიშიკო, მინდა ერთი კითხვით გადმოვიდე, ასე ვთქვათ, ისევ შენთან და ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ მაყურებლისთვის იქნება საინტერესო, სად მოღვაწეობთ ამჟამად და ანუ რა საქმიანობთ? რუსეთში, რასაც აქ ვაკეთებ, იმას ვაკეთებ იქაც კონცერტები და ესე გავდივართ, იმიტომ რომ აქ სამ ხალხს არ ექნება საშუალება რომ კონცერტზე მოვიდეს და საერთოდ ხალხს ამ ექნება ფული უხეშად ვთქვათ, ანუ თორ უფასოდ მივზიოთ და ვერივათ აქედანაც და ქუჩასაც ვერივათ და სუპერ გამოვერივათ. სანამ აქ არის შეიძლება ლაპარაკი, უბრალოდ მოც ადამიანები და მოც მინდა რაღაც.
თუ გაგვიზიარებთ თქვენ სამომავლო გეგმებს, რა გეგმები გაქვთ მომავალში და როგორ წარმართავთ შემდეგ მათ? განაცხადი მივდივართ ორბეთში. მაგდელებში და წინდა წირო რაღაცას ვთქვამთ, ახლა იქ ყავს ჩვენ პროდიუსერები ისინი და მე მგონი ახლა უფრო სიახლით დავიწყებთ, სხვა რაღაცებით დავიწყებთ. სადაც იქ მოღვაწეობას გავაგრძელებთ რუსეთში და ხშირად ჩამოვარდნი მე სანამ უხეშად რომ ვთქვათ, ესე იგი თავს იჩენთ სიმღერით რა თქმა უნდა საზღვარგარეთ, ხო? და გავაგრძელებ კიდევ დავვითხოვ ერთ SMS. ბატონო მიშიკო, მაინტერესებს თქვენ კიდევ დიდხანს იქნებით ჩვენთვის ასეთი საყვარელი მიშიკო, ყოველთვის გახსოვდეთ, გთხოვთ ძალიან გვიყვარხართ, რომ ესეთი SMS-ი მოგიგეთ. ჩავლებთ თბილი SMS-ი და ესე იგი შევასრულეთ რამე ლაგიძის კომპოზიციაო, მოვიდა SMS-ი, შემოგარგო არ დაიწერო გამომოგზავნე SMS-ები, ჩვენთვის კარგად ასხოთ ნომერზე. რა თქმა უნდა მოითხოვე ის სიმღერები, რომელსაც ასრულებს ბატონი მიშიკო და იგი აუცილებლად შეგვისრულებს პირდაპირ ეთერში მათ. მაყურებელს მივესალმები. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად შენ? არა მისავს. სახელი მითხარია. ლიკა, ხო? კი. მე არა ვარ თინეიჯერულ ასაკში, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც თქვენი სტუმარი ჩემი ასაკის, ამიტომ მივესალმოთ, რომ უზომოდ ვაფასებ მის შემოქმედებას. ძალიან მომწონს, მით უმეტეს ჩვენ თაობას, განსაკუთრებით ახლოს დგას თქვენი შემოქმედება და დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭის ადამიანი თბილისში აუცილებლად გამოჩნდებოდა, მთლიან საქართველოში ღირსი ხართ ამისი ნამდვილად და თუ გიზდიათ ამის გაკეთება. თბილისში ჩავარ და პეტერბურგში მე ყოველ შემთხვევაში არ დამინახი ხართ სცენაზე. როგორ არის? ახლა სულ ახლა ხარ ანსამბლმა თბილისის მეგრეა, ჩემი სიმღერა, ჩემთან ერთად თავის იუბილეი. უფრო მეტის ღირსი. არა, მე თვითონ არ მინდა. ლიკა, მე თვითონ არ მინდა. მიზეზი რა? თქვენ ნამდვილად ხართ ამის ღირსი. ნუ რატომ არ მიდიხართ თბილისში, რუსეთში წახოს, მე მგონი აქ უფრო მეტად დაფასდებოდით საქართველოში. ვიცი, აქაური სიტუაცია თბილისში ფილარმონიაში ვიცი რაც ხდება და ამით. ჩემი მეგობრები არიან, იცით ალბათ თქვენ ახან ესე. ახლა იქით მომიწია წასვლამ და ამიტომ სამწუხაროა, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანები ყოველთვის რუსეთში მიდიან, მით უმეტეს თქვენ გორელი ბრძანდებით და ნამდვილად დაფასდებოდით იქ. ჩვენი ადგილი არ არის. არა ცოტია. კარგით, მიიღეთ გულთბილი. პეტერბურგში არის ჩვენი ადგილი და თბილისში არ არის ჩვენი ადგილი პირდაპირ. გასაგებია, გულთბილი ბრძანდებით ალბათ. მიიღეთ ჩვენი უღრმესი მადლობა უბრალო გორელებისგან. ძალიან გულამაზებს თქვენი შემოქმედება ყოველდღიურ ცხოვრებას მერწმუნეთ. დიდი მადლობა. მადლობთ თქვენ და კარგად გრძელდებოდეთ. კარგად ლიკოш, კარგად იყავით შემოქმედება. მართალია თქვენ არ გეკუთვნით ეს სიმღერა, მაგრამ თუ შეიძლება თუთისხესთან შეგამჩნიე, შეგვისწავლოთ. თუთისხესთან შეგამჩნიე აივიდა ვერ სუდებოდი მოგრებას ლამოღდი ჟვანდელი აივიდა ჩაივიდა
ვერ გშველოდი და შენსავით ნანოვდი ჟრუანდელი აივიდა ჩაივიდა ვერ გშველოდი და შენსავით ნანოვდი ძამძამებზე ნაღოფივით დაგეკიდნენ ნამიზღილა და მოციმე წრემლები ჩამოვედი გაიქეცი აგიგიდე ჩამოვჩი და შენს ნაყვავებს ველები რაღა მაინც ამაჩემს თუთა შემოუჩნდი განასხვაგან ცოტანია თუთები მე შენს მოსვლას რომ იცოდე კიდე გუწვი დაგიჭერდა მაგრად ჩაგეხუტები თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნიდა ვერ სუდებოდი მოგარებას კილამობდი ჟრუანდელი აივლიდა ჩაივლიდა ვერ გშველოდი და შენსავით ნანოვდი ჟრუანდელი აივლიდა ჩაივლიდა ვერ გშველოდი და შენსავით ნანოვდი აღურებას შევახსენებ კიდევ ერთხელ 15-13 გახლავთ მათის აბონენტებისათვის, ხოლო 10-13 ჯეოსერის აბონენტებისათვის ამოვაგზავნეთ ნებისმიერი მუსიკალური თხოვნა, რა თქმა უნდა, ბატონი მიშკას შემოქმედებიდან, ასე რომ დაგვიმესტიეთ და დაგვირეკეთ 91-60 და წავიდეთ ხო ერთი SMS-იც შეგვისურვეთ რამე დარდიმანდულის სიმღერა. ეხლა შესრულებ. ხო ესე იგი. ეხლა ლოგო. ნუ სიმღერა დავწერე, მელოდია მაქვს ყველაფერი და რაღაცა მინდა რა ისეთი ძლოთიანი, შფოთიანი. მე და გიორგი მახარებელთან თვალები შევხვდით ერთმანეთს ლენინის ქუჩაზე. მე ვთქვი დაწერ ამიწერე მეთქეთი რაღაცა ისეთი. ნუ მელოდია ქონდა. და გიორგი მას არ მიღალა და ასე ვთქვი და დაწერე ესეთი რაღაცა. ეხლა ის პერიოდია რომ ვინმე შემიყვარდებოდა ყველა ჭვერავდა და უკვირდა. დაავლები ჩავძურებოდი, დაავლები ესეთ უკვირდა. ხო და ესეთი ის იყო. ვიღებდი რამე ახალს დავწერდი, ნუ რაღაცა ესეთი იყო, ესეც მოსწონდათ, ხო, რაღაცა ეს. აი ესეთ სტილში მითქი მოთხარი რა. და დაწერე ესეთი რაღაცა პროცესს უკვე. ყველაფერი ჩემი უკვირს ამხავს. სიყვარულიც, ლოთობაც, სიმღერაც მე ალბათ ჩემს სევდიან საფლავს ისევე ჭვით გახედავენ წერად გამაქროლებს ქარი როგორც თოთო გაიხარებს ნოშურნე და ტერი მე თუ ლოთობ სიყვარული თუ ლოთო და თუ მღერი გულიანად მღერი ვეძალები დარდებსა და ფიქრებს ეს ცხოვრებას დიდხანს აღარ მაცლის გაუმარჯოს გვინით სავსე ჭიქებს მე რომ თქვენი სიყვარულით დავწლი მომისწარით გამინათეთ დღენი სანამ გული საგულეში დოგავს რამაც უცხლებს სიყვარული თქვენი და თუ მომკლავს უთქვენობა მომკლავს ყველაფერი მაინც უკვირთ ჩემი დიდი მადლობა
მადლობა. წავიკითხავთ რამდენიმე SMS კიდევ. მიშიკოს თხოვი მღეროს მამისადმი მიძღვნილი სიმღერა. მიშიკო გთხოვ შეასრულო შენი ძველი სიმღერა მამაზე. ქუჩიდანო იყო ეს SMS-ი. მიშა როგორ ხარ ძალიან მოგვანადრეს სამეგობროს თავი იმედია მალე ვნახავთ თხოვთ შეგვისრულო ელო თებო დათო ლაშა და ჯავა იწერებოდნენ SMS. უგროსი მადლობა ყველას. მადლობა. სიმღერა რომელიც თქვენ ყველაზე მეტად გიყვართ მიშა გთხოვთ მიუძღვნათ ნიკო ატუნოვის ხსოვნას ზიკო იწერებოდა SMS. ახლა სამი სიმღერა ხო სამღერა. ასე არის ლოთებო მამაზე და ნიკო ატუნოვის ხსოვნას. ის ყოვარი ხნათ ესვათ ფარცხვა და თოხნა შვილი გაზარდეთ მტრად გამოგადგებათ მოყვრად მადლობის გზნობა მახჩობს მადლობის გზნობა მშხამავს მე მამა ჩემი მახსოვს თვალდათვალ ხედავ მამას არ ვიცი ამას ვისზე ამბადი ტყვიან სხვები როქფელერ მამაშვილზე მე მსმენია და ვყურები მოხუც როქფელერს ერთი მეტლესათვის სურვილად როსმე 40 ცენტი რომ ჩაუთვლიან კირად მეტლეს უთქვამს მისტერ უღმეს მადლობას გწირავ იგულ უხვი ხარ ისე შენს თვალს ვატარებ ხშირად არის ნამდვილი დენდი მამას ნამდვილად ასწრებს ვისი რომელიც ცენტი $20 მაძლევს დახედა თურმე ცხრალად ეცნებზე ბრილიანტებს და თქვა ფებერმა წნარა უტოვებ მილიარდებს როქფელერი ყავს მამა მაგას რა უჭირს ჩათლას მეობოლი ვარ ძამა მამა საერთოდ არ მყავს ღირს მყობადი ხვნად ესვა ფარცხვა და თოხნად შვილი გაზარდეთ მტრად გამოგადგებათ მოყვრად დიდი მადლობა. გავაგრძელებთ SMS-ების კითხვას, რომელსაც აგზავნით 15-13-ზე. ისინი არ უნდა 10-13-ზე. რამდენიმე SMS-ს გავიქოთ და შემდეგ ისა. გავიქოთ ეს. თორე გაგვინდა წკენდება მაყურებელი. მიშიკო ძალიან მიყვარხარ, დიდი მადლობა იმ სიამოვნებისათვის, რასაც ამ წუთებში გვანიჭებთ, მიყვარხართ. უგროსი მადლობა მთელ ქალაქს და სკოლაში გეფერების სიყვარულს. მიშა რუსული სიმღერა იქნებ იმღერო, ასეთი SMS-ი მოვიდა. ესე იგი მეგორი საათი მოიწევს. მერვე გეკლას ენადრები მიშკა მესამე სკოლა მეკრასგან იყო გამოგზავნილი SMS-ი, ალბათ მიხვდით მეკრა ესე ეწერა. მედია მიხვდით ვიცი. მიშა ძალიან გვიყვარხარ. დიდი მადლობა. არა მე რომ მიყვარხართ იმაზე. ედვარდი ჩემთელი ვაგზლის სიამაყე ხარ და იცოდე რომ ყველას მაგრად გვიყვარხარო. ასული ხო SMS-ი. აგზას შეგვიძლია ერთი თხოვნა კიდევ შეასრულო ახლა და შემდეგ ისევ გავაგრძელებთ SMS-ების კითხვას. თქვენ ვერასოდეს ჩამოიხსნით ლოდებს მხრებიდან ვერ გაუსწორებთ ქალაქის ლანდ თვალებს ალმაცებს ეი ლოთებო ამოფორთხდით სარდაფებიდან შეხედეთ ქალაქს როგორ ბარბაცებს აჩრდილებილი სარდაფებში უზიხართ ფოთლებს ამშრალებს ჭიქებს საოცნებო თქვენი ალაგი ვერც კი შეამჩნევი როცა თქვენთან შემოაბობებს ლანდი ქალაქის დამხოლოდ ლანდი ო ეს ლანდი თქვენთვის მთვრალია ტრიალებს ყველა ყოველი და მთელი სამყარო
დავბრუნდები ისევ ღვინოს ორთქლის გალიას რომ გულიშხამი ამ ღვინოსთან ერთად დაღვაროთ მაინც ვერასდროს ჩამოიწვით ლოდებს მხრებიდან ვერ გავუსწორებ ქალაქის ლანძ თვალებს ალმაცებს ჰეი ლოთებო ამ ოფორთლით სარდაფებიდან შეხედეთ ქალაქს არ დამთვალა მაინც ბარბაცებს ჰეი ლოთებო ამ ოფორთლით სარდაფებიდან შეხედეთ ქალაქს არ დამთვალა მაინც ბარბაცებს ესეთი SMS-ი მიშიკო გაიხსენე მამაშენის ყველაზე საყვარელი სიმღერა ცივი ხარი თუ და ყველას გვიყვარხარ ახახაძეებისაგან იყო გამოგზავნილი SMS-ი მიშიკო დაუკარი გიტარა გეხოწები შოთიკო იყო SMS-ის ავტორი და სხვათა შორის ბევრი SMS-ი მოვიდა რუსული სიმღერა შეგვისრულება თუ არის საშუალება Прошепел соловушка над рекой, парень с милой девушкой шел домой. За душу в объятиях не пущу домой. Ой, как ты мне нравишься, ой. За душу в объятиях не пущу домой. Ой, как ты мне нравишься. Ой, губы твои алые, роза в роз. Я так целовала бы, милый мой. Жизнь моя отравлена, корни будешь мой. Ой, как ты мне нравишься, ой. Жизнь моя отравлена, корни будешь мой. Ой, как ты мне нравишься. Ой. На ковре из желтых листьев платьице простом из подаренного ветром крепеща. Танцевала подворотня, осень вальс постон, отлетал теплый день, и хрипло пел саксофон, и со всей округи люди приходили к нам, и со всех окрестных крыш слетались птицы. Танцовщица золотой, захлопав крыльями, как давно звучала музыка там. Как часто вижу я сон, мой удивительный сон, в котором осень там танцует вальс-постон. Там листья падают вниз, пластинки крутится диск. Не уходи, побудь со мной, ты мой каприз. Как часто вижу я сон, мой удивительный сон, в котором осень нам танцует вальс-постон. Опьянел от наслаждения, о годах забыл. Старый дом, давно влюбленный в свою юность, всеми стенами качался, окна отворил. Всем тем, кто в нем жил, он это чудо дарил. А когда затихли звуки в сумраке ночном, все имеет свой конец, свое начало. Загрустил, всплакнула осень маленьким дождем, ах, как жаль
этот вальс, как хорошо было днем, как часто вижу я сон, мой удивительный сон, в котором осень нам танцует вальс-бастон. Там листья падают вниз, пластики крутится диск. Не уходи, побудь со мной, ты мой каприз. Как часто вижу я сон, мой удивительный сон, в котором осень нам танцует вальс-бастон. Nikos მინდა მეუცნო რა ეს არის. რამდენიმე SMS დავიკითხოთ კიდევ და შემდეგ. მაგნაირის სტუმარი ჯერ არ ყოლიათ ძალიან მაგრები ხართო. ესე იგი მიშკო ძალიან ბევრი მოსაფერებელი სიტყვა მაქვს შენთვის სათქმედი ჩემო ძმაო არ ვიცი. და მე ძალიან მოხარულია როდესაც გასწორდნენ რომ თქვენთან ერთად ვარ დღეს. სიტყვა მაქვს შენთვის სათქმედი ჩემო ძმაო არ ვიცი საიდან დავიწყო. ერთი ვიცი რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, დაფასებული ხარ და შენნაირ ადამიანებს უფრო მეტად უნდა აფასებდნენ. ბევრი და თბილი სიმღერები ძალიან დიდხანს გემღეროს ძმაო. პატივისცემით ბადრი ხო მითხრა რა თხარ მოწყენილი შეასრულეთ წინასწარ უღრმესი მადლობა თქვენაკეთ. უღრმესი მადლობა მე ვეცდები. ჩავიტვით რომ შევასრულე სიმღერა, ოღონდ ჯერ მინდა ნიკოს აუცილებლად ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეც იყო, მეგობარიც იყო ჩემი ნიკო ათონოვი და ძალიან მინდა მას მიუძღვნო. საერთოდ მე ბევრი სიმღერა მაქვს ასრულებს და მიწვეული საერთოდ. სუპერ თქმის მაგაც, მაგრამ აი მაგრამ თხოვნა მინდა. კი, აუცილებლად ხოლმე რამდენიმე SMS-ის შემდეგ. ლეონი ღიმილი ძალიან გიხდება, უფრო ხშირად გაიღიმეთ თქვენს სტუმართან. ერთი თხოვნა მაქვს შეასრულოს რამე კარგი სიმღერა, ესე იგი ყველა კარგი სიმღერა იყო, ჩემო კარგო, რაც შეასრულა ჩვენმა სტუმარმა რა თქმა უნდა და დაელოდო კიდევ ბევრ სიმღერას შეასრულოს იმედია. მიშიკო გთხოვთ შეასრულოთ ბულბულის ტვენა. თქვენ დამი პატივისცემით ნინო იყო SMS-ის ავტორი. ჩვენო საყვარელო მიშიკო, გვიყვარხარ, გვიმღერე მარტის თვეა შენი სადგურიდან ლაიდა ხართო. გალიაში ბულბულების ზიან ბოლოდ ესე იგი რაური ციხეო. მიშიკო ძალიან მაგარი ხარ, გორის კოლორიტი ადამიანი ხარ და ძალიან გაფასებ. ალბომი არ გაქვს გამოშვებული კითხვა იყო ასეთი. ალბომი გამოვიდა პეტერბურგში. აქვე მოახერხა. აკიდოში არის ხო? იყო გაკიდოში, ხო შეიძლება არ არის. ერთადერთი თბილისში იქნება ოპერის პირდაპირ. თუ არის და არ ვიცი. აქაც იყო მე მაგრამ აღარ ვიცი აქ თუ არის. ოპერის პირდაპირ მიდი და აუცილებლად ნახავთ მიშკას ალბომს, ხო? მიში მადლობ რომ მიმღერე ჩემი საყვარელი სიმღერა. იგი მიშკა ძალიან მიყვარხარ მთელი წყაროსუბანი გეფერება გთხოვთ გვიმღეროთ მარტის თვეზე სიმღერა მადლობა წინასწარ. კი. აი იმღერეთ და შემდეგ დავიკითხოთ. ეს სიმღერა მიუძღვენი თეატრში მუშაობდა ჩემი მეგობარი აჩიკო, ხატვარი ბიჭი იყო, მაგრამ აი მისი თამადობით, მისი სახით უნდა ეს სიმღერა მიუძღვნა ყველას, ნიკო ათმოუსაც და სულ ყველას, ბიჭებს ჩემს მეგობარს ლევან ბეკაუსაც და ის სულ ყველას. მინდა ეს აი თელწასულ გოროი ბიჭებს მიუძღვნა თელ საქართველოში ვინც ახალგაზრდები წავიდნენ საერთოდ სულ ყველას მინდა მიუძღვნა. ძალიან ისეთი სიმღერა მართლა ყველას მინდა მოვეფერო ამ სიმღერას. დღეს ის სუფრაზე მოიგონეს ისე ზოგადად თქვენს თქვით რომ სტული უახლოეს ძვირფასე მეგობრა მერე კითხვაზე სინანულის რემლი მოგადგა ჩაწეთური ღვინოში და ბრძანეთ შენდობა გადაიყოლა ღვინის მამ და ხალხის ჭორებმა და მერე აღმარს შეუვენეს ლურჯი ცხედარი რა უცნაური იყო მთელი მისი ცხოვრება ფიქრი ოცნება ფორიახი მოუსვენარი გაქრა წავიდა დაფტოვა და საშერია მორჩას ზაფარი იყო ქვეყნად არა იყო რა ჩვეულებრივი გოგონასგან შექმნა ფერია
და რაფრისგან სიყვარული გამოიგონა ჩვეულებრივი გოგონასგან შექმნა ფერია და რაფრისგან სიყვარული გამოიგონა ვერ გარღვია თუმცა თქვენი მკერდის ბლოკადა დარჩა უდაბნოს აღადისი ანაგუნესები გიკითხავდა თქვენ კი ნერვიც არ გიტოკავდათ უსმენდით მაგრამ არ გესმოდათ მისთი ლექსების გული წდებათ რომ თქვენზე ფიქში არ ვინ ათენებს დგას უსანთლობით მოწყენილი ძველი შანდალი ცარიელია ბროლის ვაზა საქრიზანთებე ხრია უჯრაში სტრიქონები გაურანდავი არაფერია შეხორცდება თქვენი ჭრილობაც ბედი გქონიათ გაგიმართლათ თუ ხართ უხარეთ რადგან ის ისე იღიმება მარმარილოდან არ შეიძლება მიწის ქვეშაც რომ არ უყვარდეთ რადგან ის ისე იღიმება მარმარილოდან არ შეიძლება მიწის ქვეშაც რომ არ უყვარდეთ დღეს ის სუფრაზე მოიგონეს ისე ზოგადად თქვენ თვით რომ სტულებით უახლოეს ძირფას მეგობრა მერე კითვალზე სინანულის სრემლი მოგადგა ჩაწეთური ღვინოში და ბრძანეთ შენდობა რომელიც სიმღერა გიყვართ აი თანამედროვეები და ყველაზე მეტად რომელიც დღეს ტრიალებს ეთერში ანუ პოპ მუსიკას გულისხმობს. არა. არც ერთი მათგანი. თქვენი საყვარელი ქართველი მომღერალი? ყველა მეყვარს რომელსაც ქართულ მუსიკენ მინისტრად უყურებ. ან აი ხო ეს მეყვარს ახლა. ვერაგის რასაც დაკეთე. მაისტრია ჩემი. მაინც ვერ ვიმღერებ. შეთვის ბრელი ზღაპრის ბოლოგეთი მიშაში გავაგზავნებ SMS-ების კითხვას და შემდეგი SMS-ი მიშა გენიოსი ხარ მიყვარხარ მაგრად მიშა ძალიან ხო დაუკარი შალახო ეძღვნება სურამში მცხოვრებ ხატიას და ქეფს ქართულ სოციალურ დაუკრავ მარტო მაგას არა ყველაფერს მიშკა ძალიან კარგი ხარ ეხლა ვზივარ გიყურებ და ჩემი დაბადების დღე გვახსენდება თაკუშ რა სიტყვი ხო კარგი იყო რა სიტყვით მიშკა გვიყვარხარ ძალიან რაჯი იყო SMS რაჯი იყო ეს ბიჭო შეიძლება რაჯი ესაკუთრებს ძალიან კარგი იყო ჩვენ გვიყვარხარ რაჯი და შვილო მიშიკო მიხარია შენი წარმატება გისურვებ ყოველივე კარგს სიყვარულით შენი მასწავლებელი თამრიკო საჩალელი დიდი მადლობა თამრი მე ძალიან მიყვარხარ და იმედია გნახავ ამ დღეებში მივესალმებით მიშკა კოშკაძეს გთხოვთ ერთხელ კიდევ შეასრულოთ თუთის ხესთან გიორგი პაპიაშვილისაგან სხვა რამეს ვიმღერებ SMS-ი მოთხოვილი იყო SMS-ებით ბულბულის ტვენა შაშის გალობა რომელიც ციხიდან იყო ეს შევასრულებ თასო რა გაზაფხულის დილა ყვავილებში გძირავ უძვირფასესო სულს გიალერსო შენი სიყვარული ზეცასრულება გული ღმერთმა დაგლოცო დიდხანს გაცოცხლო იები დაგიშენებს სასახლე ძილები დაგიმშვენებ
მილი დაგიკოცნი მაგ სახეს ხოლო შენეს ანგელოზის ფები ჩემთან მოფრინდები კვლავ გულში ჩაგიკრავ შენ სიყვარულს შემსკევს გეტრფი მხოლოდ შენებს ქალში სეთლამა სხვას რომ არ აგარ იები დაგიშენებს სასახლეს ძილები დაგიშენებს დაგიგოცნი მაგ სახეს ხოლო შენებს ბულბულის დონა შაშვის გალობა დედის სიმღერა და დედის ნანა ასეთ თბილი და ასეთ გმირია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა ასეთ თბილი და ასეთ გმირია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა მესმის გალობა ერების ბახში მესმის ხარობს და გალობს ბულბული ციოს შურშურში ფოთობს რეალში გარინდებულა ყველა სულდგმული ციოს შურშურში ფოთობს რეალში გარინდებულა ყველა სულდგმული და ესეთი კომენტარი თქვენთან რამდენად ხშირად ატარებთ კონცერტებს რუსეთში და რომელი მათგანი დაგამახსოვრდეთ ყველაზე მეტად? მქონდა კომპოზიტორთა სახში ყველაზე ძალიან დავამახსოვრდა და ბევრ რესტორნებში მქონდა ძალიან ისეთი თითქმის ყოველდღე კონცერტი არ არის. დავიღალე, აღარ მინდა გიტარის დანახვა და რაღაც იმას. გასაგებია, ძალიან მაინტერესებს პირადად ჩემი კითხვა იქნება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში. გიტარი პასუხი. სიმღერით, პასუხი სიმღერით. ჩემს გაჩენას მეც და დედაც შევეგებეთ ირიგით და მის შემდეგ ეს ცხოვრება მეზიზღება ჭირივით ჩემს ბავშვობამ თითქოს დედას სიხარული აგება მაგრამ ჩემი გაჩენის გზა დამიწევლა განგება სიხარულის ერთი მძივი არ ვრგებია ძილად მე და ამიტომ ცხოვრებაში ჩემს ადგილს ვერ მივაგე ჩემს გაჩენას მეც და დედას შევეგებეთ ირიმი და მის შემდეგ ეს ცხოვრება მეზიზღება ჭირივი მაგრამ ყველაზე ბედნიერი იყო როცა მარიამი გამიშვა და მარიამის საყვარელი სიმღერასაც სიმღერა რასაც თვითონ ვიგინოს ყოველთვის საერთოდ ესეთი ჩემი ცხოვრება გასაგებია და რატო ხარ ასე ნოსტალგიურად განწყობილი? მოდი ისე დავსვავ კითხვას ამ ცხოვრებაზე. საქართველოს ზონა ნოსტალგიური ვარ ამ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ კარგად იყოს ჩემი ხალხი. აი ამას გულის იქით ვერ ვატარებ ბავშვი ყველაფერი ისკის, ყველაფერს სერიოზულად უყურებ ყველაფერს. აი ჩემი ხალხის ესეთ ყურებას ნამდვილად მივსწორი რა რო ხდები ყველა მთავრობის ოპოზიცია რო ხალხს ესეთ და რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება ეს მაინტერესებს? რა არის და ჩამოვიდეთ ჩემ ქვეყანაში მხოლოდ ისე როგორც ჩვენ გვინდა და შეგინდა და დაკოსნა და მე მინდა აი ანუ მოგეცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიდეთ თქვენი ძალები ჩვენს ქვეყანაში, ხო? ჩემ ძალებზე არა სულ ყველა მეთქეთ კარგად მოვიცო მე რა შუაში ვარ მაყურებელს მივესალმები და ვეტყვი გამარჯობა ჩემო კარგო პირდაპირ ეთერში ხარ. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგი, შენ როგორ ხარ? მე ძალიან კარგად. აგვეცანიო? სოფოა. როგორ? სოფო. სოფო. ეხლა შენ მითხარი მე. მეგიერა და ჩვენს უარს მიმართე რამე გითხრა. რა გაინტერესებს შენ რა თქმა უნდა. მაინტერესებს ხშირად სადმღერი ხარ ხოლმე? მეგობრებშიც მაგაცებში ქუჩაში კონცერტებზე არ გამოდიხარ? კი როგორ არის მე მგონი გორში არ ჩატარებულა კონცერტი რომ რეალურად აბა თბილისში? არა გორში არ ჩატარებულა თბილისში და გორში და პეტერბურგში
და პეტერბურგში ქართველებთან ასულ ქართველების ძველი ვარ სულ. რა თქმა უნდა, კარგი და სხვა შეკითხვა თუ გექნება გავაცილეთ მაყურებელი ეთერიდან სწრაფად ხო და გავაგრძელებთ კითხვა მიშა გაი შეგვისრულებს მიშკო ახლა იმ სიმღერას რომელიც ძალიან უყვარს მარიამს ხო? ხო. გუშინ დასრულდა შინ და გარეთში ჭრელკავიან ასულთა თამაში ენგი ბენგი სიგრისა ენგი ბენგი ბა არას თქვან სიჭაბუკე გავიდა მოვალ შენს პანჯარასთან დაუდუდუნები შენგი არადა არ გამოხვედი როგორ დაგვიწყებია ენგი ბენგის ხმა რახანია გძებნი და ვერ მიპოვიხარ როგორ დაგვიწყებია ენგი ბენგის ხმა რახანია გძებნი და ვერ მიპოვიხარ მოდი დამბუგე მოდი როგორც სულ თორე ვერაც გავუგე გაგიჩებულგუ ენგი ბენგი სიკრისა ენგი ბენგი ბა წლების სიღმაწვილისა გავიდა ენგი ბენგი სიკრისა ენგი ბენგი ბა არას თქვან სიჭაბუკე გავიდა საინტერესო კითხვა მოგივა თქვენთან. აი თქვენი სადღაც რიცი განსხვავდება ქართველი სვენელი რუსი სვენელისგან? არაფერთან განსხვავდება, უბრალოდ ქართველებისთვის აღგვარებად ძალიან გამორჩევა თქვი. რუსები ძალიან კარგად ანუ მოსდოთ ქართული ძალიან მოსდოთ ქართული. თუ შეიძლება რამდენიმე შტრიხი გაიხსენო შენი ბავშვობიდან, შემდეგ რაღაცა სტუდენტობის პერიოდიდან, რაღაცა ისეთი, რაც ძალიან კარგად გაგონდება. და იუმორის სცენაში მოვყავდა. კი ბატონო. შრომის სცენაზე ვარ ბაკურიანში, ხო, ვინც მისმას კარგად გაახსენებია. ჩვენი ხელმძღვანელი ვინც იყო, ახლა ჩვენ იქ ლოთობით და ის იყო და გაიცნო ერთი ქალიანი, ჩვენი ხელმძღვანელი. ის მას გიტარა ყარებია. თვითონ ვთხოვა რომ ადიო გიტარა აუწყო. ავედი ახლა მე დავაწყე ეს გიტარა ხან ქაღალდები და უკეთესად რაღაც. აღარ მიშვებს ეს ხალი გინდა თუ არ სულიკო მასწავლე. გახსნა კონიაკი რაღაცები ამქარ. ნუ დავიწყე ახლა უწერ ქართული სიტყვებით რუსულად. თუ პირიქით ქართულ სიტყვებს რუსულად გასვევით. ხო და მე გავიდა გაიხანი და ახლა ეს კაცი ამოგზავნა ერთხელ სტუდენტი ის და მიგაკონეს. ვიშა რასაკეთებ მომდე ხანს მანდროხა. გაუთხარი სულიკოს ვასწავლე პირველი სტროფი ამეთქი. ხო და ამოგზავნა მე ხო და დილამდე სამი სტროფი ვასწავლე. ხო და აღარ ველაპარაკებდა მაგის პროექტზე. ინდონე ვასწავლე ეს თვისა. სტუდენტობიდან ლოთობის მეტი არაფერი მახსოვდება რა. სუქეები და დროს დაება. მეგობრებთან ერთად. არაფერი მახსოვდება. მიშა თვითონ უფრო ახსოვს ჩემი რაღაცები ვიდები. მიშა გთხოვთ მოგვიძღვნა ქართველო ლაშად დათოსაგანი ყოლებას ამ ციგანზე. აი ეს სიმღერა დავწერე საფხაზეთი დაიცა. და ძალიან ეს ინგლისური იყო. აი ეს ყველა მაშინ კონცერტი ხო სოლო კონცერტი და ოქსენტეს კონცერტი რაც უკვე დაიწყო ჩართული ამ კონცერტში. აი მაშინ მართლა აი მთელი სული და გულით მორის ფოთაშვილის ლექსია ეს და მართლა ეს აი მე დავარქმევდი ამას ნამდვილად აი პოლიტიკურ სიმღერას აი ესეც შეიძლება ნამდვილად იყო ეს სიტუაცია მაშინ. ცხრამზითაც რომ გვასწივებდნენ გაუფლებით მგრიალებს და ჯანმრთელობას თუ გძნობ ტალს გამსხვისებელ კლავი ძირში რომ გახმება
ქართველო დავას როგორ დაგიწყებდნენ მათ ხმევინეთ საუფლოდ და სათემო დედაენის დამვიწყებელს ხვალზე გდედა გეტირება ქართველო ვიცი კლავაც გაჩუხებ სავენახე სამზე 20 სართველოს არის კიდევ სხვა საუნჯე ვიდრე შენი საქართველო ქართველო იქნებ გული აღარ გერჩი ნაოხარო ნატანჯო და ნათმენო რატომ ფიქრს ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს ქართველო თვალებს ვიტყვი თუმცა არ მძინავს თუ უშენო წუხრისად გავათენო ერთი დედის შვილები ვარ თვაი ხომ არ გავიწყდება ქართველო არც რა ტყვით არც რა შურით დუმილითაც შეგიძლია გამხელო ისე მომკალ რომ სხვამ მაინც არ გაიგოს შენ რომ მომკალ ქართველო ქართველო ისევ ჩვენს SMS-ებს, რომელსაც აგზავნით 15-13-ზე მაქის აბონენტები, ხოლო 10-13-ზე ჯეოსელის აბონენტები და წავიკითხავთ რა თქმა უნდა SMS-ებს. მიშკა გთხოვს შეასრულოთ წვიმს რა გიჟი ამიდია გიორგი პაპიაშვილი. სოსო მაზმანელის სიმღერა ჩემი მეგობრის, მაგრამ არ ვიცი. სიმღერა. მიშიკო, დიდი მადლობა ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს ნინო იყო SMS-ის ავტორი. და 91-60 გახლავთ ქალაქის ტელეფონის ნომერი და იმედია მაყურებელი ყავს ხაზე გამარჯობა. გამარჯობა. როგორ კარგად, მადლობა. როგორ ახალ ხარ? ჩვენ მაგათ. გამარჯობა, მიშკო, გამარჯობა ლექსო კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რეალეთის ესე ვთქვათ უფროსობას, ესეთი ლამაზი და კარგი ლამაზი საღამრო გვაჩუკეს ეკრანებთან. ვეფერებით ჩვენ მიშიკოს, დიდი მადლობა მიშიკო. ესეთი მრავალი სასიამოვნო სიმღერისთვის, ესეთი დიდი სიყვარულისთვის, ქალაქისთვის, საქართველოსთვის და მართლა კარგად გამყოფოს. დიდი მადლობა ისე. მრავალი საქმე სიმღერა გემღეროს და მრავალი კარგი საქმე გაგეკეთებინოს და გაგეკეთებინოს ზონა შენი მოღვაწეობა. თქვენთან ერთად. მე მინდა ალბათ მეგობარი იყო ალბათ ან არ აქვს მნიშვნელობა. მინდა ესეთი სიმღერა მომღერო, რადგან საქართველოს უძღვით ამას. გოსი ყავდა ერთი შესანიშნავი პოეტი ალექსანდრე ტაბაკაძე. ალბათ ვიცით თუ არა თქვენ. მის ლექსებზე მაქვს და ერთ-ერთი ზუსტად ეს საქართველოს არასოდეს მოკვდება ესეთი ის არის რომელიც მე დავწერე ეს სიმღერა და შევასრულე ბევრი მაქვს ალექსანდრე ტაბაკაძის 9 აპრილზეც არის გენებიც არის და ქართულით არის გამშვიდობებული და ერთ-ერთი სიმღერა აი ამას როგორ გითხრა SMS-ები ხوارდა გითხრა ორი SMS-ი მიშიკო პირველად გისმენს თუ გაქვთ რეპერტუარში ვისოც კი იქნებ შეასრულო. მიშიკო ძალიან მიყვარხარ შენი სიმღერები რომ მესმის სიხარულით მეტირება გისურვებ წარმატებებს ნათია მიშა როდის მიდიხარ ისი არ წახვიდე რომ არ დამირეკო ან არ გამოგვიარო ნომერი თუ დაფიქსირდება მიხვდები ვინც ვარო შეგვისრული გამახარე მხოლოდ ერთხელ გამახარეო და არ გეცნობს მაგრამ ეგეთ სიმღერებს კარგი მოусმენთ იმ სიმღერას რომელიც თქვენ მიგეთ რა თქმა უნდა შეასრულოთ. გზას მიიკვლევს საქართველოს წვალები საქართველოს ქართველობა აკლდება მაგრამ აინც ცრემლიანი თვალები იცის და ტრიჩინაზე არ ყვდება
ჩვენ სამშობლოს თუმცა მძიმე ხვედრიდა ეგლიანი გზა რგუნა გამჩენმა მაგრამ მაინც ყლავ დგება ფერფლიდან საქართველო დარჩება მაგრამ მაინც ყლავ დგება ფერფლიდან საქართველო დარჩება უთქვამთ მიდის ქარავანი ძაღლეთებს რას გახდება ის ალგეთის ბოყრებთან საქართველო მტრის ჯინაზე იცოცხლებს საქართველო არასოდეს მოკვდება ქართველებმაც ვინ ისე და ვინ ასე არ ვაცალეთ მამურძალის მოკრება მაგრამ მაინც მტრის ჯიბრზე და ჯინაზე საქართველო არასოდეს მოკვდება მაგრამ მაინც მტრის ჯიბრზე და ჯინაზე საქართველო არასოდეს მოკვდება ეს დღეები იგრძება წიგნება გასავლელი გზა თანდათან მოკვდება საქართველო იყო არის იქნება საქართველო არასოდეს მოკვდება საქართველო იყო არის იქნება საქართველო არასოდეს მოკვდება გავაგრძელებ ისევ SMS-ების კითხვას და შემდეგი SMS-ი ბერძენაუში მცხოვრებ ამიკო მარგველაშვილი სულოდ თავენ მშობლები ლევანი და მაი ალბათ დაბადების დღეს და გამორჩათ. ეს მოგილოცოთ რა თქმა უნდა. მიშიკო ძალიან გთხოვ, ძალიან მაგრად ვიყვარხარ, გთხოვ გაგვიღიმო აგერო ბაღში ფუტკარი ეკა და ქეთინო შავშვებიდან იყო ეს. თავგორიორეკეთ მაქსიმზე. მიშიკო ვაგზელი ბიჭები გთხოვთ იმღარე ჩვენ ვაგზალზე. თქვენი სიმღერების პატივისმცემელი იყო ერთი გორელი რეზო ტკრიელაშვილი და იმის ხსოვნას მიუძღვენით რამე სიმღერა. მიშა ძმის გულო მაგრამ გთხოვ გორის გიჟებს დაუკარიო, გორის გიჟები დაუკარიო, ესეთი SMS-ი მოვიდა. გისურვებ წარმატებებს, მიშა დიდი მომავალი გაქვს, ნანა იყო SMS-ის ავტორი. მიშა ძალიან გთხოვ მომიძღვნა ჩემო სიცოცხლე, დიდხან სიცოცხლე ნაზისგან იყო SMS-ი გამოგზავნილი. აყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, თქვენთვის საინტერესო კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ მიშიკოს და გამოგზავნოთ SMS-ები 1042. გორის გიჟებზე სიტყვები არ მაქვს აქ. 15-ზე მაგის აბონენტება, ხოლო 10-ზე ჯეოსელის აბონენტება. აღფრთოვანებული ვარ, გესმით, ნანა თბილისელი, შეასრულეთ თბილისო. ესე იგი ნებისმიერ სიმღერად, რომელიც ეხება თბილისს.
დიდი მადლობა და მიშკა მაინტერესებს თუ აპირებს ამომავლოდ ალბომის გამოცემას და რომელი სიმღერები იქნება შესული ახლობით მაინც თუ გვეტყვი. ჯერჯერობით არაპირებ, არ გაქვს ესე იგი. გეგმაში. მაყურებელი ყავს ხაზზე როგორც ვიცი, გამარჯობა. გამარჯობა. ლეო, გამარჯობათ, როგორ ხარ? კარგად, შენ? მეც კარგად, მიშკა როგორ ხარ? მაგრად თქვენ რა ხარ? კარგად. სახელი გითხარი, მე ნაცია. ნაცია. ნებისმიერი კითხვით შეგიძლია მიმართო მიშკას. ძალიან მინდა ვუთხრა მიშკას ძალიან მიყვარს, მართლაც არაჩვეულებრივი მომღერალია. ძალიან დიდ პატივს ვუსურვებ წარმატებებს წინსვლას თავის კარიერაში. ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა. და მისი შემოქმედებიდან რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად, აბა გითხრა. მე მიყვარს უფლება არ მაქვს. აი ვიმღერეთ უკვე, სხვა სიმღერა. ხო, კარგი თავში. კარგია, კარგად იყავი. ძალიან მიყვარხარ. მიშკა მაგარი კაცი ხარ რომ მოვიდა ესეთი SMS-ი. მადლობა. მიში ქარელზე იმღერე შენ სეხნიაზე ვალერი გვრივიშვილისაგან იყო SMS-ი. სოფელ ქარელის და რაიონზე ქარელის თუ მიშა ქარელის? მიშა ქარელის. მიშა ქარელის. მიშკა მაგარი ხარ. ვაფშე თავრობაზე ვიმღერე. კახა სუგულაშვილი იყო SMS-ის ავტორი. ესე იგი მოусმინოთ ელე მიშკას გამოვიდა სიმღერები. სიმღერები მოითხოვე? ქარელზე მოითხოვეს. აი ძალიან იმაში ქარელის და ის ჩემო სიცოცხლე დიდხანს სიცოცხლეო მახსოვს ესეთი სიმღერა მოითხოვეს. ბახში ფუტკარი ხან დაგხვევია. გამახსენე. გაგახსენე. ეს ლექსი გახლავთ. გორის გეშებზე მეთქი ლექსი აღარ მაქვს. ტექსტი არ მაქვს. გორზე ვიმღერე, მაგას მაინც ვიმღერებდი. მაგრამ ჯემალინჯიას ტექსტზე და უეფერები ქალაქს ამ სიმღერით. მე ვიცი ვერ ხვევორავი ხარ ტოტებს რომ ალებს ითმიწოდე ასი წლის შრიალა ბაღი ხარ და მაინც ახალ ბაღს ვიწოდე ოღორი სიხეო მაღალო გაგურთხვეს ძვირფასმა ლექსებმა შენ თუ არ იქნები სამყარო უაზრო ზმანება და მეხცევა აგამაღლა სიყვარულმა ერისა მაქონგურებს მეზდა რაჯად ვდგავა და თუ მსხვერპლი გავხდი ბედის წერისა არ ვინავლე შენ ამყავდე უყუდავად სიოს რომ გვასუნთქებ დღე და ღამ დღეს შენი იმედით ვათენე არც ერთ ადგილის დედა ხარ და ფრენას გვასწავლი მართლებს შენ ჩემი ბავშვობის მოწმეო მოწმე ხარ პირველი კოცნისაც დავიდრელი აღთან ვოცნებო სულ მუდამ ვიქნები ოცნისა აგამაღლა სიყვარულმა ერისა მაქონგურებს მეზდა რაჯად ვდგავა და თუ მსხვერპლი გავხდი ბედის წერისა არ ვინავლი შენ ამყავდე უყუდავა შენ ზრიმილით ხდები იღურებ ვიგონებ წარსულს რიმილში ყველაფერს ხვდები ვზნობ ჩემთან ყოფნა არ გსურს ჩემს რიმილს სრემლებით ხვდები ვერ გამიგია რა გჭირს სრემლებში ყველაფერს ხვდები მალე განგება და გზის შენს ბევრჯერ მინატრებ მაგრამ უკვე იქნება გვიან როცა სიყვარულს მარგლავ ტრფიალს აღენებ ზიანს
ძველი ჩოხა ჯობს ახალს წინაბრებს უთქვამთ ასე თუ ერთ გულებაც გახლა სულ დაგაფასებს ძველი ჩოხა ჯობს ახალს წინაბრებს უთქვამთ ასე თუ ერთ გულებაც გახლა სულ დაგაფასებს მადლობა. დავიკითხავთ სულ რამდენიმე SMS კიდევ. მიშკა მიხარია შენი წარმატება, შენი ძმა ჯალე. მიშკა და მიშკა მე მაქვს შენი კონცერტი ნანახი როზენ მიშკა მე პიტერში მაქვს შენი კონცერტი ნანახი როზენაბუნი იმღარე ავთო. არ ვიცი აქაზე წერია რა წერია ისავე კიდე. SMS-ი ძალიან კარგი მომღერალი ხარ, გვიყვარხარ ყველას როგორც მაგარი ადამიანი. თუ შეიძლება გადაცემის ბოლოს კიდევ იმღარეთ უფლება. ზეგი ამ სიმღერაზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა. მე შეგვისურვებთ გადაცემის უკვე ისევ რა სიმღერაზე. თაღლი ხარ მაგის შესრულებით არა? ძალიან გრძელია. პირადად მაინტერესებს აი ვისთან ისურვებდით დუეტის ჩაწერას, დუეტ სიმღერას ცნობილი ქართველი მომღერლები. მე მგონი გავაკეთებ მე და ზურაბ ოიჯაშვილიც მე და რამიშვილიც ოთარი. აი ეს ერთი სტილის ხალხი ისაა. მაგალითად ნუკრი კაბანები ძალიან. სუპერ ამბობს, ვიც ქართულს მოდის. აი ნამდვილი ქართულს ხვდეს. და მათთან ახლო ურთიერთობა. კი, აბსოლუტურად. არ არის პრობლემა, ახლა არის უდა არ აქვს ინფორმაცია და მაგით. მიშკა ჯიგარი ხარ ნამდვილი გორელი. იმღერე რამე გორზე და გორელებზე. ანა მაღლა კერით. შუა ქუჩაში გოგო ნამიდის შუა ქუჩაში მიხვება ბიჭი შუა ქუჩაში გორელებია ებატიებათ ორივე ვიცის წესი არ არის მაგრამ უხდება გორელებია ვიტო უხდება ზღოლის შეჩერდეს არა უშავს რა არაფერია თუ შეწუხდება იარეთ გინდათ შუა ქუჩაში გინდათ ნაპირზე ოღონდ იარეთ გორელები ხარ ძლიერ გიხდებათ იარეთ ასე დაიგრიალეთ შუა ქუჩაში გოგო ნამიდის შუა ქუჩაში გიხვება ბიჭის შუა ქუჩაში გორელებია ებაბიებად ორივე მიცის ჯარისკაცებზე იმღერო მივუძღვნი ჯონი კოვალაძეს იმედია ცაბაძეს დიდი სიყვარულით საჩეხურიდან მარიო რაღაცა გაურკვეველი SMS-ი იყო ცოტა. მიშიკოს თხოვეთ რამე როგორც ვიღეთ. პოლიტიკაზე ისე თხოვენ მიშკო რომ იმღერო. მაშინ ბულბულისთან არ ნავიბე. მიშა ძალიან გვიყვარხარ მაგარი მომღერალი ხარო. იღიდება ნელ-ნელა ხორცისული განძი საქართველოსი დაგვამსგავსეს ყველა შპრიცებს ერთჯერაც სარეველებს ბაღების და მდელოსი საბანივით მოგვაწუდინეს ხელფასი აღარ ყოფნის რადგან სწრაფად ვიზრდები შიმშილისგან ძაღლებს ვგავართ ცეფაში რაც არის ნამდვილად გავგიშდები ყველაფერი სანატრელი გაგვიხდა საფიქრალი საოცნებო დღე დაღა ვინდა გწევლა ბოლომდის რომ აგვიხდა ერთხელ მაინც ის ჩემბეთში გვენახა იღიდება ნელ-ნელა ხორცისული განძი საქართველოსი დაგვამსგავსეს ყველა შპრიცებს ერთჯერაც სარეველებს ბაღების და მდელოსი ბულბულის დვენა შაშლის გალობა ნურზე დავიდა ჩვენი მთავრობა აღარც კაცობა აღარც ქალობა შური ღალატი გაუდანლობა აღარც ხათრი და აღარც დანდობა ძელი ფრაზებით სიაფანდობა გვაიმედებენ და გვპირდებიან რომ გვატარებენ უკეთეს გზებზე როგორც კი ზემოთ მოექცევიან
ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ ბედზე ჭიქით სამშობლოს ადღეგრძელებენ საქციელით კი შუათხრიდან და რა თქმა უნდა სინდის ნამუსი არაწუხებთა ფეხზე კიდია დაუტანელი მიდის ქიშბობა ეჯიბრებიან ვინვის აჯობებს ადგილზე ჩუმად დგანან სკამები და გამუდმებით ფლიან საჯდომებს ადგილზე ჩუმად დგანან სკამები და გამუდმებით ფლიან საჯდომებს ძალიან გთხოვ რომ ქარელზე იმღერე რამე ვასვით SMS-ია მიშა კიდევ გთხოვ მორჩილესად მითხარად ხარ მოწყენილი იმღერეო მაყურებელს მივესალმები და მეტყვი გამარჯობა გამარჯობა როგორ კარგად თავად შენ კარგად ვარ სახელი მიხარია რომ ნაცია ნათია რა კითხო მიშა ენაცვალე როგორ ახარ დავიღალე გეტყო ძალიან გვიყვარ ხარ მე ვარ ნაცია მგალობელი დედაჩემს მოგიკითხა კოსმეთ და გეფერებ გაიხარე გენაცვალე როდის მიდიხარ 12-ში ვაპირებ თუ გახსნეს ვიზები ძალიან მიყვარ ხარ რა და დედაჩემსაც ძალიან უყვარ ხარ რა დიდი მადლობა შენ რომელი სიმღერა გინდა რომ შევისრულოს ბატონმა მიშიკა თუ ყველა სიმღერაზე ვგიჟდები მიშასი და მოყვარს კიდე ბოლო სიმღერა რომ არის მე მგონი ბოლოა ხო მიშა არსენას გუნდმაც რო იმღერა ძალიან მაგარია მაგრამ რა ვიცი შე რომელიც გაგიხარდება მე უფრო კახშია ხო კარგი ჩაბო კარგო დაგემშვიდობებით მოგყვანდის ეს საქართველოსია საქართველოს გოინგალ პოლიტიკაში პოლიტიკაზე შევღერება აუცილებელია უბრალოდ საერთოდ ეხლა რა თემაზე ახლა ვიმღერო ვიცი გადამრე საფულის წვიმა დაწუთი სოფლი ზანტიეტლები ასე ყოფილა დიდი ხნის წინა ასე შეშლილა სხვა პოეტები ასე ყოფილა დიდი ხნის წინა ასე შეშლილა სხვა პოეტები ვიცი გამამხელს სადმე ცდუნება დრო ჩამემსხვრება თვალში სიზმრება ქარი წამოვა ვით ერთგულება და შესკენამავა შემეხიზნება თეთრი კედნები ასმედან მხრებზე ვიღაც მაგავებს სისხლის ზაფები თქვენ ჩემში პოეტს ამ მაოდეზე მე მხოლოდ სურვილს ვეთამაშები ვიცი გადამრევს ზაფხულის წინა დაწუთი სოფლი ზანტიეტლები ასე ყოფილა დიდი ხნის წინა ასე შეშლილა სხვა პოეტები ასე შეშლილა სხვა პოეტები დიდი მადლობა და შემდეგი კითხვა რომელიც მინდა დაგისვა ეს არის ძალიან გთხოვ რომ გაიხსენო შენი ცხოვრებიდან აი ესეთი კურიოზი რომელიც ხო მაგრამ რაღაცა ისეთი კიდე რაღაცა სახალისო რომელიც აი ესე გახსენდება ხოლმე რომ დაждები და თქვა იცი მიხარ რა მოსკოვიდან მოვხიზნა და მაგარი თვალია დედაჩემი მეგობარი ერთი ხოდა რუსები განადა ხარ და ჩვენ ესე 99 წელი 99 წელი რაღაც მახსოვს ესენი იყვებიან ხა მე კი არ მახსოვს ეს რაღაცა მაგრამ მაინც ხოდა გავხარდი და თურმე ამ რუს ხდი ქუც ეს რუსები მეკითხება თურმე რატომ ხდი ქუც მცივაო და შენ რო მცივა მე ხო მცივა მეთქი და ამიტომ შენ და დაგეფარებინა ხო მე უნდა დამეფარებინა ფრანგად რაღაც
მე ამათ რომ თუ ჩემთან ერთად შენს გაიგინე. არა, მე ის უცხო იყო და იმას ხვდიდი კულტურის გვართმოდი და ქართული ის ხო. არ მოგისო, ცივი ალბათ მაგიტო შევაქციო მე არა ცივი მეთქი და ვართმოდი. ეგეთი რაღაცები რომ ბევრია და რა ვიცი უბრალოდ. ას მსახიობი არა ვარ რომ რაღაცა ისეთი მოვიგონო ან გადავიგონო რაღაც. რაც მომადდება იმას ხო. ერთ-ერთი შეკითხვა მექნებოდა, აი ხომ ვერ დაგვიხასიათებით საკუთარ თავს. როგორ დავახასიათებ? ემოციური ვარ ძალიან, მაგრამ აი სიყვარულის ფისაა დაბადებული. მიყვარს უზომოდ. მაშინ მართო მაწყენა მე რა. მაშინ მოდი გავიხსენოთ პირველი სიყვარული. ისე გიტარით ვასწავლე. ისე გიორგი მახაროβλი. როცა რაიმეს კარგს ვამბობ შენზე საკუთარ თავსა გამომდის ვიქებ რადგან შენ სულში მე ჩემს სულს ვეძებ და შენს ფიქრებში ვამჩნევ ჩემს ფიქრებს თუნდაც შეიძლება ვირჯები თუჯარ მაინც არ ვისგან არ ვითხოვ შველას შენი ნაბიჯი მივყვები ქუჩა შენი ღიმილი უღიმი ყველას საშიხები ხები ან წკრივად ჩვენ გავეცანით ერთმანეთს ადრე მე შენი ყველა ივილი მткиვა და თავს საკუთარ ცრემლებსაც უხრი მე ვიცი ცრემლის გემო და ყადრი ჩვენ გავესანით ერთმანეთს ადრე მე მათ მარგალით არ დროს ვადრი რამეს ვადარო ან როგორ გადრე დენთო შენთვის სულზე და სულზე გულის საგულეს მივიდეს გულთან ზეცას ხომ შენი ბალები ფულზე ჰაერსად შენი ფილტვებით სუნთქავ შენ სიზმრებშიათ ჩემ სიზმრებს ვხედავ დაიტანჯება სული და ხორცი ხან და ხანჩუად ლექსებსაც ვედავ და ფურცლებს შენი ტუჩებით ვკოცნი როცა რაიმეს კარგს ვამბობ შენზე საკუთარ თავსაც გამომდის ვიქებ ძალიან მაინტერესებს როგორი რეაქცია გქონია, როდესაც გაგიგია საკუთარ თავზე რაიმე ჭორი, ეს შეიძლება კარგი იყოს, შეიძლება ცუდი იყოს. ნუ ყველა რაღაცას ცდილობს, რომ თქვას ვიღაცაზე, ასე ვთქვათ, ნუ ქართველი ხალხი ასეთი, ხო? მოწონთ ასე ვთქვათ ვიღაცაზე, როდესაც რაღაცას ამბობენ, ანუ ჭორაობენ. დავიხსენოთ ის ჭორი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა და რომელიც ყველაზე მეტად ყველაზე მეტად გაგაღიზიანა. კი. აჭარაობა რა ახლა როსავდი სვავდნენ ისე რა ქვია, ლოტოფს ახლა არ ავსვავ, ახლა იძახიან ქალებზე გადართული ხარ. არა, თუ ჭორაობა არ ვიცი, ახლა განაჩენე. სხვა რა უნდა თქვა. ჩემზე. ასე ვთქვათ, რეაქცია ჩვეულებრივი. უბრალოდ საწყენია ხო ყველანაირი ჭორი ყოველთვის თქოს ამბობენ ახლა. ამ დროს თუმცა აბსოლუტურად მართალია. ახლა უბრალოდ ეთერი რუარებს მე მართლა მომყვებოდი ეს რაღაცას. მართლა მომყვებოდი. აქეთ გაბრალებს უყურებს გადაყვები და მე იქით გაბრალებენ. აღარ მინდა რომ ამ თემას შევეხო. გასაგებია. გთხოვთ შეგვისრულოთ ვერხვის ფოტოდან თბილისო, რომ დაუკარით დიდი მადლობა, მოვიდა SMS-ი. ვერხვის ფოტოდან ეს ძალიან კაი სიმღერა. იმეს ძალიან მაგრამ უბრალოდ მე არ ვერვარ ამ სიმღერას, ეს ტრიოში შესრულდება, ანუ
შეიძლება, ну, მაგრამ ახლა ეს შეიძლება დიდი ბოდიში რომ სუფრაზე დავწეროთ და სადაც. აჰა, გასაგები. აღმურებელი თუ ყავს ხაზე გავესაუბროთ. მაშინ შევახსენებ ჩვენს SMS ნომერს ვაფის აბონენტებისათვის 1513, ჯერსელის და ვაირის აბონენტებისათვის 1013 და პირდაპირ ეთერში კი გვირეკავთ ტელეფონის ნომერზე 791 შესვენება არ შეიძლება. გამარჯობა მაყურებელს. ალო? გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება გაგვიცემთ. მე გახლავარ კახალერიძე. ნახუშ დავა. გამარჯობა, მიშრობენ სახელმწიფო. არა მიშ. მე ტელევიზიით თუ გავიგებ შენ ჩამოგდანებას ქალაქში მიხელა ეგენებსა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ახალგაზრდებს. მადლობა. თქვენ ტელევიზიას რომ ჩვენს ლამას საყვარელ ნიჭიერ კარგ ლამას შემოქმნეს. ყველასათვის საყვარელ ადამიანს მოხდასეთ ლამას და რომ პირადად ბედნიერი ვარ. უყურებდა მიხარი იწაწოჩება მიშიკო. ძალიან გამახარი. დიდი მადლობა. აი ხარ. კარგად გამდები. აი ხა შენ მოგვიწვნე ამას. იცოცხლე. კარგად ვდამდები. ეგ იყო ქართული სინema რა. სასაფლაო თეთრი ვარდები წვერვალებიდან გადმოხედავ ქვეყნიერებას და სიმწრისაგან შეშლილი დავხარხარდები წვერვალებიდან გადმოხედავ ქვეყნიერებას და სიმწრისაგან შეშლილი ავხარხარდები